სენსაციურად ვიწყებთ შალვა რამიშვილის შოუს ახალი სეზონის პირველ ეპიზოდს. არც მეტი და არც ნაკლები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი ჩაგვერთვება Skype-ით. სულ ეხლა უკვე ჩაგვერთო მოგესალმები ბატონო მიხეილ, როგორ ბრძანდებით? კარგად შალვა, პირველ რიგში გილოცავ შეიგაცების ახალი სეზონის დაწყებას. კარგით, მეც გილოცავთ კურიერის ახალი სეზონის დაწყებას. მოკლედ, პროკურატურა რამოდენიმე საქმეზე გედავებათ და რა კომენტარს გააკეთებით? თუ ეხლა მე მგონი ყველასათვის დათელია, რომ ბრალდებების ძირითადი ნაწილი მოგონილია. ჯერ მარტო სამარცხვინო კოსტუმების ამბავი რა დღის. ჯერ ესეთი სამარცხვინო არ არის, რას ხედავთ ეხლა? ცუდი კოსტუმია? შალვა, მე დიზაინერი არა ვარო, შევაფასო გიხდება თუ არა დასაწყისი. მაგას ჯობია სერიოზული კითხვები დამისვა. სერიოზულ კითხვებს უფრო კომპეტენტური პირები დაგისვამენ და უპრიანია მათ დაელოდო ბატონო. ისე უპრიანზე გავახსენდა. მე მზად ვარ ნებისმიერ თემაზე ვისაუბრა და ნებისმიერ საკითხზე გაგცეთ ამოუწურავი პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ჭიკაიძე გვისმენს ახლა. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ მე არაფრიც არ მეშინია. რატო არ გეშინიათ? რაზი აქვს, ეს ბაიჩ ვერაფერს ვერ გაიგებს და. რა ხდება, Skype-ი ხო არ გაიჭედა, რა იყო შალვა? Skype-ა გაგიჭედა? როგორც ბიძინავ გაუჭედა, ხო მარგველაშვილს? ხო და როგორც შენ 2012-ში. კარგი. გემშვიდობები ბატონო მიხეილ და მინდა დაგპატიჟო ჩემს გადაცემაში. ჩამო, მიშა. ჩამო. თემა ჩამოსვლელი არა ვარ შალვა. და ერთი თხოვნა მაქვს შენთან. დიახ. ისა ქვია, დათო არის ფოჩხიზე? ხო, კარგი, გასაგებია, დათო აქ არის და მოდით ახლა დავამთავროთ და მოკითხავს გადავწევთ დათო. არა, არ გათიშო შალვა. დათო, შეიჭირებე. ერთი ვიმღეროთ და ერთი თხოვნა მაქვს შენთან, ვიმღეროთ, გთხოვ. რა უნდა იმღეროთ რა? ისა რა ქვია იმას. კაცო, ისა ხალხია და ხალხარია. ხარია. დარია თუ დარია. მიშა. სადაიგარი კაცო? სათხარ. შალვა, დირიმე. ნოსტალგია მომაქვს. კარგი, გასაგებია, ჩამოდი და გაგიქაროთ მაგ წელებს. ესეთი იყო ჩართვა Skype-ით ყოფილი პრეზიდენტისა, მიხეილ სააკაშვილი.